წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად გელოდება 18 საათსა და 18 წუთზე FM-ზე 105.9 ათინათის პირდაპირ ეთერში გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემით შემოგერთდით. ამ გადაცემას უძღვებით ორნი, მე სოფია ხუციშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ლაშა ჯიქია. გარდა FM-ის 105.9 გვისმინეთ ინტერნეტით რადიო ათინათი.წერტილიჯი, ეს არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ასევე გადაცემის ჩანაწერი Facebook-ზეც რადიო ათინათი მარტივად მოგზებნეთ ნებისმიერი ფონტით ან გადამოდით ვებგვერდიდან და ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ YouTube-ზე. ძალიან დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ბატონო ლაშა, მიხარია რომ ისევ შევიკრიბეთ სტუდიაში კარგი საქმისთვის. საღამოშვიდობის, მოგესალმებით ბატონო სოფიო. მივესალმებით ჩვენს რადიო ათინათის მსმენელებს. თქვენ უნჯუაჯგირებუა ჩქინ რადიო მარჯგლებ, ხოლო არჩა მარდის მოგოშინათ ჩქინ არტგურ შქილაში. უნჯუაჯგირებუა, მეც მოგესალმებით მეგრულად ტრადიციულად ბატონო ლაშა შემდეგ. მოკლედ ორ ენაზე გვაქვს ეს გადაცემა. მათთვის ვინც პირველად გვისმენს, ან ეს არის შემოგვიერთდა მეგრულად და ქართულად. ხოლო ჩვენ გვაქვს ეს ასე ხაზგასმით აღნიშნა, იმიტომ რომ გვეამაყება და სწორედ ამით არის ჩვენი გადაცემა გამორჩეული, როგორც თქვენ ამბობთ. ჩვენც ვიზიარებთ ამას და ჩვენც ვამბობთ ამას პირველ რიგში. შევნა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. ასე არ არის ბატონო. შოკორაგათი, თანათაშო, ჩვეშებშე თაშმოურც. ხო ბატონო, განდუცვაცია პატიავა და სხვა და ინდენსია. თეშნერნა რაგათ ხოლო მიღნა. თეშნერ ხოლო მიღნა და ქიანაშნა რაგად მიღუდეს და თენა ირფელ მიღუდეს ჩქი კინოჩამებს და ეხა ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. ფაქტიურად ხელოვნება იყო ეს ამბავი. ხელოვნება. კი, რა თქმა უნდა. ეს ზოგადად საკრალიზებული იყო. მჭედლობა სამეგრელოში ეს დაკავშირებული იყო იმ ისტორიულ კონტენტთან, რომ მეტალურგები ერთ-ერთი პიონერები იყვნენ კოლხები, შესაბამისად ამას გააჩნდა თავისი ისტორიული მნიშვნელობა, პრაქტიკული დანიშნულება, სამეურნეო, საბრძოლო ხასიათის იარაღების დამზადება ხდებოდა და თანაც თვითონ საზოგადოებას საინტერესო რომ ჭედეს მიიჩნევდა რაღაც ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანად, რომელიც კინას წვდობდა და იმორჩილებდა. და ამის გამო ჭედელი განსაკუთრებული ავტორიტეტს სარგებლობდა საზოგადოებაში და მოკლედ მასთან ძალიან ბევრი თქმულება, ლეგენდა, რიტუალია, ტრადიცია დაკავშირებული და ზოგიერთს მათგან შევეხებით. ანუ რამოდენიმე სახაბუნებრივია, ყველას ვერ შევეხებით, მაგრამ რაც ძირითადი არსებითია იმაზე ვისაუბრებთ. მოკლედ თემა გვაქვს ასეთი, ოჭკადირეშ ხვამა. კი ბატონო. ჯერ მეგრულად, შემდეგ ქართულად. იჩქილეთ ბატონოში. ხო, თქვენი ალბათ მარდის მოგოშინანთ. ხოლო არჩადო ამ დღანერ ჩქინ თართემარე ოჭკადირეშ ხვამა. ჩქინელ მუჭოთ ჩვეშ ბორჯის კოლხები ართად გიშარჩქინელ ეთნოს დუ. ნამუსუდ ჯგიროუჩკუდ მეტალურგიულ ხელუა. ანტიკურ ბორჯიშ მაჭარალე გინობჩანა მუჭოთ კოლხებს უღუდესია ფულანდიშე კინაშ მეღებაშ ჩქინა. ნამუც ხვარ ჯულის კათაშო ურჩქინდირდუა. თე ლოგიკაშე გუშული რო ვარეგა საკვირნამუდ და კინაშ მიმარჩქინალ ტერმინო შხვა კათაშა მიშულირე ჯოხონა ხალიბოს. ნამუთ მუჭორ კინაშ შანულებან თეშრე მიშულირ ნამუთ კოლხ ტომის ჯოხონარდუ და თენებ მეტალურგიულ ხელუას ხოლო ჯგირო ონწყონდეს. კოლხეთიშ ისტორიულ ტერიტორიას ბრელ მეტალურგიულ კერარე ძირაფილი. სოდეთ მიშ კინაშ გინონთხულაფათო სხვადასხვა ხეჭკუდები ჭკადუა. თავრეშე გუშულირი ბრელ ტოპონიმ ხოლორე თხილერ ამდღაერ დღაშა. ნამუთ მანგო ძირანს ათე კინაწკუმა მერცხილ ხანდაშ პროცესებს. მაგალითო მიღუნა ორკინე, ოჭკადირი, ჭკადუაში, ლეჭეხა, ნაკულამური, სოლომონის ოჭკადო თაში. მუჭო თაშინ ჭკადუ, კინაის ჭკადუ, მარგალეფიშ მერჩკინათ ოფუტეს გიშაგორილ პერსონარდ. ნამუსუდ ბრელ თიცალ მუდგარენ შეულებუდ, ნამუც ხვებშო ვარ შელებუან. ჭკადუშადო ოჭკადრეშა გლახა შურინ ზალებს ხურუზმას ოშკურდეს. ათეშენ ჭკადუ კაპეთ ავტორიტეტით გიშეგორუდ. თის მუჭოთ მაგიურ ზალაშ მინჯესუნ, ნამუთ კინას ხოლო ორუდუნ ფერკოჩის მანგარ პატის არზენდეს. ჭკად ხოლო წკონდა თხილან თი ტრადიციებს და რიტუალებს. ნამუთ ოჭკრადე წკმარდუ მერცხილი. შურიშ ხას საბატონს მუშებას მალას გათენდუ, ქულამურ სანთეს გეიორზანდუ და დუდიშ მუდგმაზარენ დოკანტაფად იხვამანთ. ქულამური ოჭკადერე წკონდათ იკოროცხუდ და საკრალურ შანულობა უღუდ. ოფუტეს ვარდუო მუთუნ გლახა ქომოხვადუდუნ დუმაშებეს ქულამურ წკმა დოჭყენდეს. თეშ ჯოხოდ ოჭკრადედრს ინოფანება. კათაშ მერჩქინათ ათეჭყალე აუსლებერო ემარდუ. ჯვეშო ოჭკადირო ქექასდუ ეგაფილ. გეგმას გიშეშ კვარკვალია ფორმატ. მასარეფიშკას აკანი ჭინითირდუ ღობილ. დო მიშა მელემოლე წყარცელასილ დიხართილ დეუნაფილ. ორთვალი უმოსო ისიროტათილ გინორთვილ. მიშა ყამბარით ხოლო ორთუდეს. ცენტრალურა ადგიც ოფურაშერდუ მონწყილ. ნამუწოხოლე კაბეთ ქულამურ გეცუდ. თიწოხ
წოხლე წყარიჭკუდ როფე ბეყე გედგუდ ოფურაშეშ მარზგვანიაკანო კაბედ ქულამურიშ ხასლას ჭიჭე ქულამურ ხოლო გეძუდ ოფურაშეშა მედგომილირდუ ომბარეშ სამარგალოს უმოსო კეტით ეიოკინალ დაკინალ ომბარეშის კვაჩხას ირნუანდეს შეშ მარზგვანაკანო კუნთხუს მიკოზუდ ნოშკერებ კვარჩხაშე ოჭკადირეშ ხეჭკუდებდო ქუაშ კაბე ჩერხ მიკოკეთუთ ჭკადირობა გერცხირდუ ბრელწანაშ ხანდაშა ტრადიციებშა გურაფაშ გინოჩამებშა და ათეშენ არზო ჭკადუს მუშ ინდივიდუალურ გიშარჩკინელ ტექნიკა უღუდ ნამუდ გიმიხანტუთ სხვადასხვა ეკონმოკონიშ ჭგირ ხანტილ ეკონწყუალაშა ათეშენ მაგურაფ ჭკადირებ ბრეხან წვალენდე ჭგირო ქიდიგურესკო ხელუან თეს სუ მოწანას იშენ ქაკოთეს მუჭოთ მუთუ ვარანთეშ უნივერსიტეტსაით ხო ინსტიტუტი პროფესიული გუროფ ორწაფალიში ოსტატო გინოხვამუას მუიწესე ფუღუდ არდ გიშაგორი დღას ორწაფალიში მასკერებ თუს ქაცას ვარდა მუმუს დოვილუნდეს ხაჭაბურს და სხვადასხვა ღვინის ოშუმალებს ოჭკადრეშა ქიმიღანდეს მუდგაზმარენ მოჯგირედო მეძობეც ხოლო ქეკი უნუანდეს ოსტატ თენეფი წოხლე გედორთუდო დოხვამანდ მუშ მოწაფეს ქოთხინ სუმოის სუმეჟდო სუმ ხელუაშ მათხილე სოლომოს ნამუდა ათე ახალ ჭკადუ დოთხილუკოდო ხენწყუალა ქოშებუდკო მუშ პროფესიაში საქვარუას გამოგარა მნიშვნელოვანი სუმოშ სუმენეშო ათენათინა მანგარ შანულობა უხთეს მარგალეფიშ მეჩკინათ სოლომო იკოროსხუდ ჭკადუეფიშ და ოჭკადუეფიშ მათხილეთ და სუმოშ სუმეჟდო სუმ ხელუაშ მათხილეთ ჭიჭე ღორონცაითნა თეშე მიღუნა ჟირნელ გინოჩამა ლეგენდა სოლომონსკუმა ოჭკადრეშა ქიმურთუმ გინოქუნელო ასაკვალს და ქუთხუ ხუთ ლისმარ დომჭკადია თენა შაშხატღას მეურთუმ სოლოს დუჭკადდო ქიმუჩამ ლისმარებ ათე ლისმარებით ქირსე ჯვარშა ქიმკუჭკადაფნა ათე შუკული სოლომოგ მარდუთენა მუჟამქი გეგენ არძაც ჭკადუ დოჭყუ მიდგა შაშხატღას იმუშენდუ და ოჭკადრეს ლისმარს დოჭკადუნდუნ ათეშენ კონწარო ვეშილებეთ შაშხატღას ოჭკადრეს მუშება მაჟრა ლეგენდა ათეშნერრე სოლომოს მართად ქუდუჭყապ კინაი ჭკადუა თეს ბრელ მაგურაფუებ ნოვე მარა ნამთინც ვადოგურაფთენა მინ ხეს იმკიჭუანდუა დაშხრშა მინ ბირგუზდო თაშ თენენცხოლო გეგნარღვანდო ქოუწინ თქვანდე დღას ვახშურცია მუთუნ ართი ორწაფალი ორწყეთ თეს ირფესდო ქიმურ სოლომოშა და ქოუწინს მახოლა მოკონიათი გურვენია სკან ხელუან სოლომო ქმორთია და დუგო გურვანქია მოწაფე უწინს გოფუ კინას ხემ ქმოპკიდენ დობჭუნციადო მუდგაინ ოფრაფალ კომუჩია სოლომო ქიმეჩანს მარწოხეს ო ენაჭგირენია მარასე გოფრაფილ კინაკო გათიბღევა მუდგაინ ბირგული შოფრაფალ ხოლო კომუჩია სოლომონ გაკეთენს ქულამურს და ქიმეჩანს სოლომო უროშ მანგიორო გრდემლის ირნუან მოწაფე ხოლო მითხინს ათეს უროშ გიოშკმალარო კომუჩია ქულამური სოლომოკ გაკეთ უროდო ქიმეჩ და უწუ მეტ მუთუნს ვახილოქიასია და დოიხვამანქიას კან ხელუასია ათე შუკულ ათე ლეგენდას ბრელმუდგარა ოინტერესერე კერძოთ იძირე მუჭოთ ხოლო სოლო ართი მართა ჭკადურედო მუჭოთ გინოჩ შვასთე ხელუანთინა თაქრე ეჭარილ არქაულწესე ფორმებ მუჭო გითიღეს ქურაშე ფურაშეშე მარწოხით შხეკინა უკულ მუჭო მოხვად კინაის ჭკადუა დამუშებაკ ოდო სხვა პროცესებ ნამუდ კინაჭკადირობა წმარე გერცხილ ორწაფალიში მეგორაფა მარწოხიშ ფართუკიშ აწაფორაფალიში ქთენებ მიგორუნთენებ იფრეთენა მერცხილე კინაჭკადირობა წმა იძირე მუჭო თაკ გინოჩამილე ბრონზე კინაჭკადირებაშა გინულაი პროცესეფრე ეჭარილდო თესოძერან სცენა იფრეს მუჭო სოლომო მართა მაჭკადირედო ოგურუანს მოითირს ათე ტრადიციებს ჭკადუ მუჭო ჟიფშნეთუნ შეგირდის ოჭკადრეს დოხვამანდო თაკ გეგნოჩან დარძანერ საჭირო ხეჭკუდებს ჩაკუჩის გიოშკმალანო შურიში ომბარალს ომბარაშის მარწუხებს და თაშ ჭკადუს პროფესია უმენტაშო მუმაშე სკუაშა გინიშ ათეშნერ ჯულის კათარდეს სამარგალოს მაგალითო ობუჯის კვარაცხელიებ ხაბუმეს გოგვიებ ჯიხაშკარ შენგელიებ ლია ჭკადუებ და თინა ხოლო ორა გადერე ნამუდა კინას დო კინაშე გიშნაჭკადა მეკონებს კათა მაგიურ ძალას მიოჭარანთ ათეშენ არძოს ვარდა ყამაშ ვარდა ხამოშ გილაღალა უბადო თოშე მათხილეთ მიოჭკუდეს დო თენა ირკოჩის გილუღუდ ბაღანებს არკვანს ხოლო ორთუმაშა კინაშ ხამოს ათუდვანდეს დო თაშ მუჭო მათხიერდუნთეშ ჭკადუკ ათე საჩხარაზო მეკონებ თანაფაშ კაბეთ საჩხასუგო ჭკადუკო შხვა დღალეფიშ ნაჭკადას მათხილე ძალა ვაღვენუთ ჭკადუ დღარხვეს მუშ ოჭკადირეს მანწყინ ტაბაკის დო თაკი ხვამანდ სამარგალოს სოლოშ დღად იკოროცხუდ ეჯდებით ქირსეთუთადო ათე დღას ინწყუაფუ ჭკადუეფიშ ართოიან აკორინე რინა რიტუალი სერგი მაკალათია გინობჩანა მუჭოთ ახალ წანაშ წოხლეს სერს ჭკადუ ოჭკადრეს გრდემლიშ მუკე სანთელებს გეიორზანდუ და თაკი გლანწყონ მუშ ოჭკადირეს ხეჭკუდებს და ქრიჭყან ხვამას ახალ წანაშ ჭკადუ ოჭკადირეს ხოლო ქაკუჩხანდო გემნიშ ოჭკადრეშა ართი ხუ ჭკინჭკის ქიმლარღვანდო თაკ წყარს ხოლო ქდაჭხაპუანთ ახალ წანას ირფეჯ გრობუაშ მოღალას ქოთხინდო უკულ მუშ ოკათურ ფანიეფიშ მიშმალო ირკოჩის დოხვამანდ
ხო, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროფესია იყო, მასზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ. ეხლა ცული შუა საქმიანობისას რო გადატეხოდა, ან ხმალი გატეხოდა, ეს უკვე მისი შეურაცხყოფა იყო თავისთავად ცხადია. ამიტომ ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული ჯგირი, ჭკადუ, ჯგირი. კი ბატონო. ეს კულტირ ჩკინწკუმა და ხო, მუჭო ართართი მართა ორდი. სიძლიერეც სჭირდებოდა რა, როგორ ისე აღონიერი და გამჭრიახი და ჭკვიანი. ხა როგორ არის გაფორმებული არა ეს ნამუშევარი რაღაცა თვლებით მოჭედილი ორნამენტები გიზა ფაქტიურად რკინას ალაპარაკებდნენ რაღაცა სწავლი ხელოვნება. რაღაც თავისი ტექნიკა ჰქონდა, ანუ ინდივიდუალიზმი გამოირჩეოდა. თქვა იგივე ჩვენთან ქრომჭედლობაში თქვა ზაზამიწები რომ იყვნენ. ანუ ისინი გამოირჩენენ თავისი ტექნიკით და აბსოლუტურად ყველა გვარს ჰქონდა თავისი ხელწერა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს რკინის მჭედლობაშიც ასე იყო. ანუ ოჭკადრეში, ანუ თვითონ სამჭედლოშიც ყველა სამჭედლოს თავისი სკოლა გააჩნდა ფაქტიურად და ყველა ხდებოდა თუ საიდან იყო გამოსული ესა თუ ეს ნივთი. იმდენად ინიციალებით და თავისი ორნამენტებით და ატრიბუტებით და ეს ზუსტად შემკობის ტექნიკური დეტალებით გამოირჩეოდა. ძალიან და ძალიან ბევრი ელოდება ხამ ყველაფერს ქართულადაც ბატონლაში. არ არის მარტივი ხამ მეგრულად ეს არა, ნამდვილად არ არის მარტივი, იმდენი ტექნიკური ტერმინია და სამაგეროდ მე ის მიხარია რომ აი მეგრულად ყველა ტერმინი არსებობს ეს სიტყვები, ანუ ფაქტიურად რომ სრულყოფილი ენაა მეგრული, ამაზე მეანიშნებს ის რომ აბსოლუტურად ის რაც არის ტრადიციულ ხელოსნობასთან, რეწვასთან და ზოგადად ტექნიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად თავისი შესასწყვისი სიტყვა გააჩნია და ტერმინი გააჩნია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენის ნებართვით ქართულად მოგახსენებთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ოჭკადირე შხომა, რაც სამჭედლოს ლოცვას ნიშნავს. ცნობილია რომ კოლხები ზოგადად რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. ძველ ანტიკურ მწერლების გადმოცემით კოლხური ტომების შესახებ ისინი გვატყობინებენ რომ ფოლადისგან რკინის მიღების განსაკუთრებული ტექნოლოგია იცოდნენ, რომელიც სხვა ხალხებისთვის უცნობი იყო და ამ ლოგიკიდან გამომდინარე სავსებით ბუნებრივია რომ მაშინ დეცილურ სამყაროს რკინის აღმნიშვნელ ტერმინად რომ გამოეყენებინა კოლხური ტომის აღმნიშვნელი სახელი ხალიბოს. და ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოლხეთიდან ბევრ ქვეყანაში გავრცელდა რკინის წარმოების პროცესი. კოლხეთის ისტორიულ ტერიტორიაზე არქეოლოგიურად მრავლად არის დადასტურებული რკინის წარმოების მეტალურგიული კერები, აგრეთვე დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებასა და დამზადებაზე. მაგალითად ორკინე, ოჭკადირი, ჭკადუაში, ლეჭეხა, ნაქულამური, სოლომონის ოჭკადე და ასე შემდეგ. ზოგადად მჭედელი ჭკადუ, რკინას ჭკადუ, ანუ რკინის მჭედელი მეგრელთა წარმოდგენით სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. მჭედელს ყოველთვის შეეძლო შეუძლებლის გაკეთება, მას და მის სახელოსნოს ავიძალები ვერაფერს აკლებდნენ. მჭედელი სოფელში დიდი ავტორიტეტის სარგებლობდა. მას, როგორც მაგიური ძალებს ჰქონდა რკინის დამორჩილებას, სოფელი სათანადო პატის მიაგებდა და თვით მჭედლები წმინდანად იცავდნენ სამჭედლოსთან დაკავშირებულ რიტუალებს და წესებს. შაბათ დღეს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ. გრდემზე სანთელს დაანთებდნენ და კვერის რამდენიმე დარტყმით ლოცვას ასრულებდნენ. სამჭედლოში გრდემლი წმინდა ადგილად ითვლებოდა. სოფლა თუ რაიმე ცუდი ამბავი მოხდებოდა, დამნაშავეს გრდემთან დაწყევლიდნენ. ხალხის წმენით ამგვარი წყევლა აუცილებლად ასრულდებოდა. ზოგადად ამ რიტუალს სამეგრელოში ერქვა ოჭკადრე შინოფანება. ძველად სამჭედლო ოჭკადირე სახლთან ახლოს ჰქონდათ მოწყობილი, მოგვიანებით უკვე ეს სოფლის ცენტრში იმართებოდა, ქალაქებსა და დაბებში კი ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრების ადგილებში. წარმოუდგენა რომ შეიქმნა ძველად სამჭედლოს მარტივი ტიპის ფორმა ჰქონდა, დაგეგმარებაში მრგვალი იყო, ბოძებს შორის სივრცე წყნელით იყო ამოყვანილი, არც თუ ისე იშვიათად მას თიხით ორივე მხარეს შელესავდნენ. სახურავი უპირატესად ზისრით იყო გადახურული. ცენტრალური ნაწილი ქურას ეკავა. ქური წინ ხის მაგარ კუნზე დიდი გრდემლი ქულამური იყო მოთავსებული. დიდი გრდემლის წინ იდგა წყალი, როფე, ბეყეს უწოდებდნენ მას. ქურის მარჯვენა მხარეს დიდი გრდემლის სიახლოვეს პატარა გრდემლი ყოფილა დადგმული. ქურას მიდგმული ქონია საბერველი. სამეგრელოში უპირატესად ჯოხით დასაწევ ასაწევ საბერველებს ხმარობდნენ. ქურის მარჯვენა მხარეს კუთხეში დაყრილი იყო ნახშირი. ქურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი სამჭედლო იარაღები და ქვის დიდი ჩარხი იყო განთავსებული. მჭედლობა სამეგრელოში განსაკუთრებული ხასიათის ხელობად ითვლებოდა. მჭედლების ხელოვნებაში ცალკეული მოხელეს საკუთარი მიღწევები ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა რკინის რწთობის, მისი მოქნა, მოდრეკის და ნაირისახის საბრძოლო თუ სამეურნეო იარაღების მაღალ დონეზე დამუშავებაში. ეს ყველაფერი დაფუძნებული იყო ხანძლივი მუშაობის ტრადიციებზე. ამიტომ შეგირდებს ამ ხელობის დასაუფლებად გარკვეული წლები, ზოგადად 3-4 წელი ჭირდებოდა. შეგირდის ოსტატად დალოცვა სათანადოდ უნდა აღნიშნულიყო. შერჩეულ დღეს შეგირდი მშობლები გოს, თიკანს ან მამას დაკლავდნენ. ხაჭაპურები და სასმელებით სამჭედლოში შევიდნენ და რამდენიმე ნათესავის თანდასწრებით ოსტატი შეგირდს დალოცავდა და შესთხოვდა 363 ხელოსანის უფროს, სოლომოს, რომ ახალ ოსტატს ხელი მომართოდა მომავალ საქმიანობაში. მეგრელთა რწმენით, სოლომონი მჭედელთა მფარველად ითვლებოდა. ლეგენდის მიხედვით გვაქვს
სოლომონთან დაკავშირებული ძირითადად ორი ლეგენდა არის სახესხვაობა. კერძოდ სოლომონთან საბჭოლოში კვირადღეს მისულა ერთ-ერთი ვერსიით გადაცმული ეშმაკი, რომელსაც 5 ლურსმანი გამოუჭედინებია. ეშმაკს ეს ლურსმნები წაუღია და იესო ქრისტე ამ ლურსმნებით მიუჭედიათ ჯვარზე. სოლომონს ეს რომ გაუგია, დიდად შეწუხებულა და ის მჭედლებით დაუწყევლია, ვინც კვირადღეს იმუშავებდა. ამიტომ მჭედლებს სასტიკად ეგზალებოდათ კვირადღეს სამჭედლოში მუშაობა. მეორე ლეგენდის მიხედვით ესე ძალიან საინტერესოა. სოლომონს პირველს დაუწყია მჭედლობა. მას ბევრი შეგირდი ყოლია, რომელთა უმეტესობა მოუხერხებელნი ყოფილან. ხან ხელს დაიწვავდნენ, ხან მუხს, ამიტომ მათ უშვებდა სამჭედლოდან. თან ეუბნებოდა, შენ ამ საქმეში არ ივარგებო. ერთი მოზარდი აკვირდებოდა ამას და სოლომონთან მივიდა და უთხრა: მეც მინდა ვისწავლო შენი ხელობაო. სოლომონ ბრძენმა უთხრა: მოდი და გასწავლიო. შეგირდმა უთხრა: გახურებულ რკინას რომ ხელი მოვკიდო, დამწავს და რაიმე საფარველი მოსაკედი მომეციო. მაშინ მარწუხი გააკეთა სოლომონმა და მისცა მოწაფეს. ახლა კარგია, თქვა მოწაფემ, გამოვიტან გახურებულ რკინასო, მაგრამ მუხლის საფარვიც მინდაო. მუხლებს მწვავს ცეცხლიო. სოლომონმა ქულამური გააკეთა და მისცა მოწაფეს. სოლომონ ბრძენი უღროს მაგიერ ხელს ხმარობდა. მოწაფემ ხელის დასაფარავიც მოითხოვა. სოლომონმა გააკეთა უღროკვერის და მისცა მეტი არაფერი არ გინდაო. ასე ჩააბარა თავისი ხელობა და დალოცა. სოლომონის დღე ითვლებოდა 31 დეკემბერი და ამ დღეს სპეციალური რიტუალიც კი სრულდებოდა, რომელსაც ცოტა ქვევით შევეხებით. ამ ლეგენდაში საინტერესო ის გვეჩვენება, რომ მჭედლობასთან დაკავშირებით ახლა წამოწყებული რკინი მჭედლობის სურათი უნდა ქონდეს წარმოდგენილი. სახელდობ ქურიდან მარწუხით ხელი რკინის გამოღება, უღროკვერით გრდემზე ჭედვა. ეს ყველაფერი მხოლოდ რკინის მჭედლობისთვისაა დამახასიათებელი. შეგირდის მიერ მარწუხის მიგნება და წინსაფრის გამოყენება ესეც სამჭედლო ქურასთან მუშაობის ატრიბუტებია. ამიტომ ჩვენის აზრით სოლომონი ძველი ტრადიციები მჭედელია, რომელმაც ბევრი რამ იცის, თორემ თავის მიუხედავ შეგირდებს ისე უმოწყალოდ არ მოექცეოდა. აშკარაა, რომ ამ ლეგენდაში ბრინჯაოდან რკინის ჭედვაზე გადასვლის ეპოქის მჭედლობის სურათი უნდა იყოს ასახული. როცა ჯერ კიდევ ძველ მჭედლებს სოლომონის სახით რკინამჭედლობასთან დაკავშირებული ცოდნა გამოსილება ნაკლები ჰქონდათ. მჭედელი შეგრის სამჭედლოში დალოცავდა, აქვე გადასცემდა აუცილებელი არა საბერველის გარდა ჩაქუს, მარწუხს, დემს და სხვა ატრიბუციებს. მჭედლობა, როგორც აღნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში მემკვიდრეობით გადადიოდა. ასეთი გვარების სამულოში სოფლების მიხედვით იყო დიფერენცირებული, თქვათ, ობუჩი იყო კვარაცხელიები, სოფელ ხაბუმეში გოგუები, ჩიხაშკარში შენგელიები, ლიაში ჭკადუები და ასე შემდეგ. რკინასა და რკინის საგრძელად ხალხი მაგიურ ძალასაც მიაწერდა, ხდებოდა რკინის სამჭედლო იარაღის ტარება წაზეშებული სატევრებისა და დანების სახით, ბავშვებს აკვანში ბალისის ქვეშ დანას ამოუდებდნენ და ასე შემდეგ. მჭედელი საავგაროზო დანიშნულების ნივთებს აღდგომის დიდ ხუთშაბათს უზმოზე აკეთებდა. ასეთ ნივთებს ისინი დაკვეთით ამზადებდნენ. მჭედელი სადღესასწაულო დღეებში სამჭედლოში პურობას ასაც აწყობდა. სერგეი მაკალათიას ცნობით, ახალი წლის წინასაღამო მჭედელი სამჭედლოში გრდემლის გარშემო აანთებდა სანთლებს, იქვე დააწყობდა ხელსაწყო იარაღებს და დაილოცებოდა. ახალ წელიწადს მეკლეს სამჭედლოსაც უკვლევდა. შევიდოდა სამჭედლოში, ფეთს მიმოაბნევდა, წყალს მოასხამდა და საახალწლოდ დაილოცებოდა და ყველა თავისიანის კეთილდღეობას ისურვებდა. დიახ, ძალიან საინტერესო თემა და სხვათა შორის ახლა გისმენდით და პარალელი გავავლე, გარდა იმისა, რომ ყველას არ შეეძლო ამ პროფესიით დაკავება, ძალიან ისეთი, ავტორიტეტი უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი და კარგად არის სხვათა შორის ასახული. წუნა და წრუწუნაში და რაც გინახავს ვეღარ ნახავს ზუსტად. აი ზუსტად როგორი არის, ავტორიტეტია, რომ ძალიან ბევრსაც ვერ გაუბედავდი, ძალიან ჭკვიანია, განათლებულია, სიძლიერესთან ასოცირდება და არ ვიცი, აი ჭკადუ ჯგირკოჩერ და ათაგო თქვა და დაჟე. ძალიან საინტერესო თემა და სხვათა შორის მიხარია რომ ეს ინფორმაცია გაუზიარეთ დღეს ჩვენს ერთგულ მსმენელს. ბატონაშა, სერიულად ვაგრძელებთ და მუბედიშორეთ თიმარას. ხო, თიმარაშო მაი ფიქრი ართი ინსტიტუტ ხოლორი მახარობელიში. ხო, მახარეს ჩოხოთეს და თეშეხობებჩიათ მუმიჩკ. მუსახარენდეს თენებ, ხვალე არც თუ ირთეშ მახარედ ვიფეს თენებს მაჭიჭა უცნაურ რიტუალებ ხოლორი მერსხილი და თენარე ოინტერესე მუშან ირთენან იონწყმალე და ოჩიებელი თენა გვალე. თენა ხოლე საინტერესო პიროვნება ედი, ყოჩხელი ვედი თეთას. დინა ხოლე ირკოჩვეშილებად მახარეკი უკონდო, ეში თინა თიშნერ მეჯინა ხოლე უღუტყა გიშაკორე გიშაკერზაფი და ქოთ ბირა ხაპვა ხოლე ხუჯუტკო და მოკლედ ჭიჭე მაჭანკალის ცალი კორდუკოსედი ირფელი ახერხანს პერო კორდუკა. ხო, მაგრამ ენა უკვე მონაწილენს შოლოთი პროცესებს, ანუ დიარას რე, დოდეჭგირი ამბებს და მუდებს რე და აღანა დებადებოდუნ თის. ხო, მახარე. ასე ხოლე მახარობელის ფარაოკო ეცაო. ხო, თენა ჯეშო ხოლე და ეთი ამბები. მე თქვათ. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა გეღოდებათ იმ ხუთშაბათს მახარობელზეა საუბარი. დღევანდელი თემა გახლავთ ოჭკადირე შხვამა. მადლობა ბატონაშა საინტერესო თემებისთვის, მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ხართ და
იზიარებთ ყველა ჩვენს გადაცემას, გვიკომენტარებთ და ფაქტურად შედგა ჩვენი, ასე ვთქვათ, დიალოგი, დისკუსია და ეს ძალიან გვახარებს. მადლობა ყველას, ვისაც სრული მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.gr, Facebook-ზე radio.net, YouTube-ზე და ასევე live რეჟიმში გვისმინეთ FM-ზე 105.9 ხუთშაბათს 18 საათზე და 18 წუთზე. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონლაშა, დაგემშვიდობებით, ჯგირო ზოჯუნდათ. ჯგირო ზოჯუნდათ, ხორონდ მიარეწანებს ირიათო გახარებულიო კოლფედათ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კიდოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.